ელჩის მოულოდნელი სოლიდარობა. ასე ეხმიანება მხატვარი მამუკა ცუცქირიძე გუშინდელ აქციაზე გერმანიიდან დაბრუნებული ელჩის პიტერ ფიშერის მისვლას და პროტესტის მონაწილეებისთვის მხარდაჭერის კიდევ ერთხელ გამოცხადებას. სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებას ცუცქირიძე ელჩთან გადაღებულ ერთობლივ ფოტოს ურთავს და წერს, რომ პიტერ ფიშერის მხრიდან სოლიდარობის ეს მომენტი არასდროს დაავიწყდებათ. გერმანიის ელჩის საპროტესტო აქციაზე გამოჩენას პოლიტიკური გამოხმაურებები უკვე მოხვა. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს აქვს ყველა ქვეყანაში მithumetes უფლება, რომ შეუერთდნენ ნებისმიერ დემონსტრაციას, შეუერთდეთ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანი ამ აქციის მონაწილედ იქცევა, ეს ადამიანი უბრალოდ აქციის მონაწილეებს ნახულობს, ხვდება, ესაუბრება მათ და ეს არის აპრობირებული პრაქტიკა ცივილიზებულ სამყაროში. გასაგებია, რომ ივანიშვილისთვის და მისი ბანდისთვის ეს ცივილიზებული სამყაროს წესები არის მიუღებელი, მათთვის უფრო მისაღები არის სიტყვიერი შეურაცხყოფა ასეთი ადამიანებს. არა მხოლოდ დიპლომატიურ ეტიკეტში აზრის, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს აგინებდე ღიად, როცა ხარ საჯარო მოხელი, არამედ ქართულ ამსნობართ მოყვარეობის ტრადიციაში და პრაქტიკულად არ ჭდება. ის ვისთანაც პოზირებდა, ეს ადამიანი ლანძღავს ქართულ ეკლესიას, საქართველოს პატრიარქს და მის მოსახლეს ეგზარქოსებად მოიხსენიებს და ამ ადამიანთან დადგა გერმანიის ელჩი, გადაიღო ფოტო და სოლიდარობა გამოუცხადა. ეს მე მაგონებს მიხაილ როტის ხაზს, რომელიც გახსოვთ თქვენ, აქ ჩამოსული იყო და მაშინ თქვა, რომ რა გინდათო, ბედნიერება გინდა მიაღწიოთ ეკლესიასთან ერთადო. აი ეს არის ზუსტად ის თავდასხმა ქართულ ეკლესიაზე მიხაილ როტის ხაზი, რომელსაც დღეს გერმანიის ელჩი აგრძელებს იმით, რომ სოლიდარობას უცხადებს ექსტრემისტს, რომელიც ქართულ ეკლესიას მის პატრიარქს ეგზარქოსებად მოიხსენიებს. ასე რომ ეხლა მე პირადად ველოდები გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო რა ნაბიჯებს მოიმკვიდროს, იმიტომ რომ ეს ადამიანი ფაქტია, რომ მასხრად იგდებს ქართულ სახელმწიფოს და ქართულ საზოგადოებას.